რატომ ვერ ასრულებს ბიზნესი მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნებს? რეფორმის დეტალებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება. კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გაქვთ, მაგრამ ახლა არაფერი ხდება, ამბობს პეტერ ფიშერი. თებერვალში ჯობს-ჯიზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რიცხვი თითქმის 20%-ით 5599-მდე შემცირდა. 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით გამოქვეყნებულ ვაკანსიებში კი 12%-იანი კლებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თურქული შიშეჯამი საქართველოში მინის წარმოების ზრდას და კომპანია მინაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას განიხილავს. შეერთებულმა შტატებმა არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და სიაში დამატებით 80-ზე მეტი სუბიექტი შეიყვანა, მათ შორის 50 ჩინური კომპანია. შუადღე მშვიდობისა BMG საინფორმაციო სამსახური ბრუნდება პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ელენე გოგბერაშვილი მუშაობს. საქართველოს მოგუწოდებთ კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო. ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების მიერ რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყების შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარს ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებების ფონზე აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადების ფონზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ოსური მხარისთვის 2008 წლისთვის ბოდიშის მოხდა და ყოფილი მმართველი პარტიის დასჯა მოუწევს, აფხაზეთის რესპუბლიკა სამხრეთ კავკასიაში განვითარებული რეალობის აღიარებიდან გამომდინარე პრაგმატული ურთიერთობების დაწესებას ელოდა. თუმცა ურთიერთობების მოგვარებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურად ანგაჟირებული და რეალობისგან შორს მყოფი განცხადებების გაკეთებას. ასეთი გამოხმაურება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ BMG-სთან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც აღნიშნულია, რომ ოკუპირებული სოხუმის ეგრეთ წოდებული აეროპორტის ამოქმედება უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს. მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი ავიაკომპანია აერომ 7 თებერვალს განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების დაწყება 1 მაისიდან იგეგმება. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მარტში ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგებები დაფიქსირდა. 11-15 მარტის პერიოდში გაყიდულ ელექტროენერგიაზე საშუალო ფასმა 1 მეგავატზე 15.8 თეთრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა აქტიური არ არის. გასულ წელს ბირჟაზე ჯამურად ნავაჭრმა რაოდენობა მხოლოდ 17.490 მეგავატ-საათი შეადგინა. ეს კი იმ ფონზე, რომ არსებული მოცემულობით ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 1 ივლისამდე მოქმედებს. შესაბამისად, სამთოში ბაზრის მონაწილეებისთვის ახალი ვალდებულებები უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დღის წესრიგში ბირჟის სრულყოფილად ამოქმედების გადავადება დაბრუნდეს. ნუცა შუბაშვილი გაეცნო შეფასებებს და დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება ნუცა შუადღე მშვიდობისა. ელენე, მოგესალმები. ნადია, ენერგეტიკულ ბირჟაზე მაღალი აქტივობა კვლავ არ შეიმჩნევა. თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ მარტში ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის ვაჭრობაზე გარიგებები რამდენიმე დღის განმავლობაში დაიდო, თუმცა მცირე მოცულობებით. დაბალი აქტივობის მთავარი მიზეზად ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ ბირჟის ნებაყოფლობითი მოდელის პირობებში გენერაციის ობიექტებსა და მსხვილ მომხმარებლებს ერთმანეთში ვაჭრობა მაინც პირდაპირ ხელშეკრულებებით ბირჟის მიღმა ურჩევნიათ. ეს კი იმ ფონზე, რომ ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 1 ივლისამდე მოქმედებს, შესაბამისად სამ თვეში ბაზრის მონაწილეებისთვის ახალი ვალდებულებები უნდა ამოქმედდეს. კერძოდ, ბაზრის მონაწილეების ნაწილისთვის ბირჟაზე ვაჭრობა სავალდებულო უნდა გახდეს, ასევე უნდა ამოქმედდეს საათობრივი ვაჭრობა და უბალანსობაზე პასუხისმგებლობა. ანუ გენერაციის ობიექტები ვალდებულები იქნებიან ელექტროენერგიის გამომუშავების პროგნოზირება გააკეთონ. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში ამბობენ, რომ გენერაციის ობიექტებისთვის მთავარ გამოწვევას სწორედ უბალანსობაზე პასუხისმგებლობა წარმოადგენს. გრედას აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ გენერაციის ობიექტები შესაბამისი პასუხისმგებლობისთვის ჯერ მზად არ არიან. შესაბამისად, მაია მელიქიძე არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგეს ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილად ამოქმედების გადავადების საკითხი.
ბიზნესის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ როდესაც არ აქვთ მათ შესაბამისი ინფორმაცია, რომლის გადამუშავებასაც, ანალიზსაც შეძლებენ და დადებენ ზუსტ პროგნოზებს, დაახლოებით -+5%-იანი ცდომილებით, მაშინ როდესაც დღეს ეს ცდომილება გახლავთ -+20-25%-იანი და ეს საკმაოდ დიდი ვოლატილობა არის, აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ შემდეგს, რომ თუ თქვათ შევლენ ბაზარზე და უკვე სავალდებულო იქნება და უბალანსობაზე უკვე პასუხისმგებლობის საკითხი ჩაერთვება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათ მოუწევთ გარკვეული ხარჯების და ეგრეთ წოდებული ჯარიმების გადახდა იმასთან მიმართებაში, რომ პროგნოზირება ზუსტი ვერ განახორციელეს, რაც რეალურად მათი ბრალი არ არის და რატომ? ვინაიდან მათ ეს ინფორმაცია მოაქვთ სხვადასხვა უწყებებიდან, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ დღის წესრიგში დადგეს მისი კიდევ ერთხელ გადადება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აუბალანსობაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა რთული არ არის, მარტივია, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს სერიოზული ფინანსური წნეხი იქნება ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიებისთვის. როგორც აღინიშნა 11-15 მარტის პერიოდში გაყიდულ ელექტროენერგიაზე საშუალო ფასმა 1 მეგავატზე 15.8 თეთრი შეადგინა, გასულ წელს კი საშუალო შეწონილ ფასმა კილოვატ-საათზე 13.45 თეთრი იყო. აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე დაფიქსირებული ფასი საბალანსო ელექტროენერგიაზე დაბალია, ანუ მსხვილ კომპანიებს იმაზე დაბალ ფასად შეუძლიათ იყიდონ ბირჟაზე ელექტროენერგია, ვიდრე მაგალითად ესკოსგან შეისყიდონ. თუმცა ელექტროენერგიის კვალიფიციურ მომხმარებელს ასოციაციაში ამბობენ, რომ კომპანიებისთვის დაბრკოლება ის დამატებითი ხარჯები, რომელიც ბირჟაზე შესვლას უკავშირდება. მე ლომინაძე მიიჩნევს, რომ ახლა არც გენერაციის ობიექტები და არც სხვილი კომპანიები მზად არ არიან ბირჟას სრულყოფილად გაიხსნას. მის აცხადებს, რომ ახლა ეკონომიკის სამინისტროს გადასაწყვეტია მოქმედებს თუ არა ბირჟას სრულყოფილად უკვე 1 ივლისიდან. შესყიდვის ნაწილში მომხმარებელს ბირჟაზე ოპერირების დროს აქვს დამატებითი ხარჯები, შესაბამისად ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ასე ვთქვათ, ოპერირებს და მოქმედებს საკუთარი მოგების გაზრდის მიზნითა და პერსპექტივით, ირჩევს ყოველთვის იმ გზას, რომელიც არის ნაკლებად ხარჯიანი. ეს არის ის ასე ვთქვათ, ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ჩემი აზრით ბირჟის ამოქმედება და აქტივობა ბირჟაზე არის დღესდღეობით დასული მინიმუმზე. და ჩემი აზრით არც მომხმარებელი და არც გენერაციის ობიექტი ობიექტურად არ არის მიზად იმისთვის, რომ გადავიდეს ახალ პლატფორმაზე. ეს ერთი. მეორე, ახალ პლატფორმაზე გადასვლა არ უნდა გულისხმობდეს დღეს არსებული ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას, როგორც გენერაციის ობიექტისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. ბირჟის ამოქმედების შემთხვევაში სწორედ ეს გვექნება სახეზე. როგორც აღინიშნა, ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს. ბაზრის კონცეფციის მიხედვით მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ ბირჟაზე სავალდებულო წესით უნდა ივაჭროს, თუმცა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ BMG-სთან განაცხადა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან ოპტიმალური მოდელის შემუშავებაზე მიმდინარეობს. მათი სურვილია, რომ ვადამ არ გადაიწიოს და 1 ივლისს გაიხსნას საბალანსო ბაზარი, თუმცა შესაძლებელია, რომ ბაზარზე სავალდებულო მონაწილეობის პრინციპი გადაიხედოს. მადლობა ნუცა, ჩემი კოლეგა ნუცა შუბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთი რეფორმა, რომელიც დათქმულ ვადებში ვერ სრულდება. მეწარმეთა შესახებ კანონის მოქმედება კიდევ ერთხელ ამჯერად 2026 წლის აპრილამდე გადავადდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს 2026 წლის 1 აპრილამდე ექნებათ ვადა დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. როგორც აღმოჩნდა, კანონის მიღებიდან 3 წლის შემდეგაც კი ბიზნეს სექტორის დიდმა ნაწილმა ისევ ვერ მოახერხა კომპანიების ხელახალი რეგისტრაცია, ასეთი კი დაახლოებით 280,000 სუბიექტია. რატომ ურთულდება ბიზნეს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების მოყვანა, რა მიიღო ქვეყანამ მეწარმეთა კანონით, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევს ბიზნესს და რამდენად რეალურად ფუნქციონირებს დასახელებული 300,000-მდე ბიზნეს სუბიექტი, რომლებსაც მოთხოვნების შესასრულებლად კიდევ ერთწლიანი ვადა მიეცათ. იურიდიული კომპანია ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორების უფროსი იურისტი გიორგი კეკენაძე გვიერთდება სტუდიაში. თემაზე სასაუბროთ. გიორგი, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა მოწვევისათვის.
გიორგი, ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან, როცა განიხილებოდა აი ამ კანონის კიდევ ერთხელ გადავადების საკითხი, ეს იყო, რომ ბიზნესი ჯერ კიდევ არ არის მზად ამ კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებად. მინდა კიდევ ერთხელ ახსნათ ჩვენი მაყურებლისთვის, რა ახალი ვალდებულებები გააჩინა მეწარმეთა შესახებ ახალმა კანონმა და აქამდე ის პრაქტიკაში როგორ მუშაობდა, რაზეც უშუალოდ შეხება ჰქონდა თქვენს იურიდიულ ფირმას. კარგი, თავდაპირველად ვიტყოდი, რომ ჩემი ინფორმაციით რამდენიმე ათეულმა კომპანიამ უკვე განაახლა მათი სარეგისტრაციო მონაცემები და წესდება. და მიუხედავად იმისა, რომ ასეულობით 1000 კომპანია არის დარჩენილი, ვისაც განსახლებელი აქვთ, რეალურად მოქმედი და ფუნქციონირებადი კომპანიის რიცხვი უფრო ნაკლებია. ეს შეიძლება ჩვენ გავიგოთ იმით, თუ რამდენიმე აქვეყნებს ანგარიშგებებს, რამდენად საქმიანობენ ისინი. ბიზნესი შეიძლება დავყოთ რამდენიმე ნაწილად არის მსხვილი ბიზნესი, რომელსაც დიდი საქმიანობა აქვს უფრო საშუალო და მცირე. და მსხვილი ბიზნესის დიდ ნაწილს განახლებული აქვს მათი სადაფუძველო დოკუმენტაცია, დარჩენილია უმეტესად საშუალო და მცირე ბიზნესი. ახლა მათთვის უშუალოდ რა მოთხოვნები დააწესა კანონმდებლობამ. რის გამოც შეიძლება ზოგიერთი მათგანისთვის იყოს რთული, ან რის გამოც მათ არ განუახლებიათ, ხო? შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე მიზეზი. ახალმა კანონმა რეალურად დერეგულაციიდან, როცა ნაკლები რეგულაცია ჰქონდა, შექმნა უფრო მსხვილი რეგულაცია, ანუ კომპანიების ტიპების მიხედვით გაჩნდა სხვადასხვა ტიპის რეგულაცია. მაგალითად, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში აუცილებელია, რომ კომპანიას ჰქონდეს მინიმალური განთავსებული კაპიტალი 100,000 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე სააქციო საზოგადოება არსებობდა, რომელსაც განთავსებული კაპიტალი არ აქვს ამ რაოდენობით, მათ ესაჭიროებათ, რომ გაზარდონ განთავსებული კაპიტალი. ეს შეიძლება გარკვეულ კომპანიების მხრივ იყოს საჭირო ვადებთან, რომ მოიზიდონ ეს განთავსებული კაპიტალი და გაზარდონ შესაბამისად, ხო? თუმცა საქართველოში დიდი რაოდენობით სააქციო საზოგადოება არ არსებობს, უმთავრესი წამყვანი ტიპი საზოგადოების არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ამ ნაწილში შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მსხვილმა და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა, უпроსოდ საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს აქამდე ჯერ არ განუხორციელებიდათ ცვლილებები. პირველი, მე ვიტყოდი, რომ მაინც არსებობს საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ სოციალურ ქსელებში ყველგან შეხვდებით ადამიანებს, ვინც კითხვებს სვამენ, რა უნდა გააკეთონ ამისათვის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ახალმა კანონმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ მათ სტანდარტული წესდება, რაც უკვე მიღებულია იუსტიციის მინისტრის მიერ, ის მიიღო როგორც თავიანთი წესდება და შეიძლება ახალი რაიმე არ შეიმუშაონ, ბევრ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს მაინც ესაჭიროება, რომ კონსულტაცია გაიაროს იურისტთან მინიმუმ, რომ გადაწყვიტოს რა გააკეთონ. ასევე ახალი კანონი აწესებს როგორც საერთო კრების ორგანოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მათი მოწვევის ახალ სტანდარტებს. ერთ-ერთი მათგანი არის მაგალითად ის, რომ კრედიტორების და მესამე პირების ინტერესების დასაცავად საჯაროდ ქვეყნდება ხოლმე კრების მოწვევის თაობაზე სპეციალურ შექმნილ პორტალზე, სადაც მოსაწვევები და დოკუმენტაცია კრებასთან დაკავშირებით ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს და გაეცნოს, ხო? ამიტომ ამისათვის საჭიროა, რომ პორტალზე დარეგისტრირდეს, შესაბამისი რეგისტრაცია გაიაროს კომპანიამ და შემდეგ გამოაქვეყნოს და ისე საქმიანობა წარმართოს. ანუ არის რაღაც ბევრი ტექნიკური დეტალი, რაც შეიძლება არ იცოდეს უშუალოდ ბიზნესის წარმომადგენელმა. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკვე ერთხელ რო გადავალთ და კანონის მოქმედება, ადამიანში ბუნებრივად რჩება მოლოდინი, რომ კიდევ ხო არ გადავალდება და ერთგვარი მოლოდინის რეჟიმში არის ხოლმე ბიზნესი, რომ დააკვირდეს სიტუაციას, მდგომარეობას და თუ კიდე არის შესაძლებლობა, რომ და ვადა გქონდეს, რომ რაღაცა გააკეთოს, მერე ვადის გასვლას ელოდება. პირადი გამოცდილებით ყოფილა შემთხვევები, როცა მოუმართავთ ჩვენთვის დაფუძნებლებს, პირებს, აი თუნდაც რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ როდესაც გაიგეს, რომ უკვე კანონის შესაბამისობაში მოყვანის თვის ადგენილება და კიდე ერთი წელი გადაიწია, მათად გადაწყვიტეს, რომ რატო ვიჩქაროთ, დაველოდოთ და მერე გავაკეთოთ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის რეკომენდირებულია, რომ ბოლომდე არ დაელოდოთ, ხო, ვადის გასვლა და თავიდანვე დაიწყოთ მუშაობა კანონთა შესაბამისობაში მოსაყვანად თქვენი დოკუმენტაციის და კითხვაზე შეიძლება წარმოიშვას რატომ.
პასუხია იმიტომ, რომ კანონის გარკვეული მოქმედებები, გარკვეული მუხლები მოქმედებს მაშინაც კი თუ თქვენ რაღაც წესებაში ცვლილება არ გაქვთ შეტანილი, იმიტომ რომ კანონში რაღაც მთელი რიგი იმპერატიული ნორმები და მუხლებია, რაც კომპანიის ორგანოები და კომპანიები არიან ვალდებული რომ დაიცვან. ამიტომ გაურკვევლობაში რო არ იყვნენ კომპანიები და ბიზნესი რეკომენდირებულია რომ თავიდანვე დაიწყოთ ამაზე ფიქრი. კი ბატონო გიორგი, როგორც ვთქვით რომ ეს მსხვილი ბიზნესისთვის ეს არ იყო პრობლემა ამ კანონის თანშესაბამისობაში მოყვანა თუნდაც წესდების ამ ორგანიზაციების ხო, თუმცა აი მცირე და საშუალო ბიზნესზე როცა ვსაუბრობთ იგივე თუნდაც ფინანსური ნაწილი რომ განვიხილოთ, იგივე საუბრობთ თქვენ კაპიტალის მობილიზების თემაზე, ანუ ფინანსურად ეს მცირე ბიზნესისთვის არის წნეხი ამ კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება? ისიც შეიძლება გარკვეული კატეგორიისთვის იყოს, მე ვერ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ნახეთ, თუ საქმე ეხება უბრალოდ ისეთ საზოგადოებას, რომელსაც ბევრი ტიპის საქმიანობა არ აქვს. ერთი პროფილი აქვს, ვთქვათ, განსაკუთრებულს არაფერს არ აკეთებს და ვთქვათ, რამდენიმე პარტნიორი ყავს და მათ განსაკუთრებული შეთანხმებები არ აქვთ. მათთვის როგორც წესი, მარტივია და ნაკლებ ფინანსური რესურსის დახარჯვა მოუწევთ, თუ სტანდარტულ წესდებას მიიღებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ამ პარტნიორებს განსაკუთრებული შეთანხმებები აქვთ ერთმანეთთან, ანუ სპეციალური. ამ შემთხვევაში მათ უწევთ, რომ დაიქირავონ იურისტები, რომ გაიარონ იურისტება შესაბამისობაში, რამდენად შესაბამისობაში იქნება მათი შეთანხმება, რომ შემდგომ რომ შეცვლიან და არასტანდარტულ წესდებას გამოიყენებენ, ეს მათთვის იქნება გარკვეული, რა თქმა უნდა, სახლებთან დაკავშირებული. სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, ეს არის, რომ მათ კაპიტალი უნდა გაზარდონ. ამის მოთხოვნა გამომდინარეობს ძირითადად ევროკავშირის დირექტივებიდან, როცა სააქციო საზოგადოებად ფუძდება კომპანია, არსებობს მოლოდინი, რომ იგი გარკვეულ ასე ვთქვათ, სხვილ საქმიანობას დაიწყებს და მას აქვს ასევე შესაძლებლობა, რომ ბევრი აქცია გამოუშვას და ბევრი პირი გახდეს აქციონერი. ამიტომ მათი და კრედიტორების ინტერესების დასაცავად ბევრ ქვეყანაში არის განთავსებული მინიმალური კაპიტალი. ამიტომ თავის დროზე ვინც დააფუძნა სააქციო საზოგადოება და მას არ ეგონა რომ ეს შესაძლებლობა ეს მოთხოვნა იქნებოდა, მათთვის რა თქმა უნდა იქნება ეს თვითონ ეს უნდა გაზარდონ. კი ბატონო, გიორგი, როცა 2022 წელს მიიღეს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი, მაშინ გვახსოვს მათ შორის შემოსავლების სამსახურის მხრიდანაც იყო აქტიური შეხვედრა ბიზნეს სექტორთან და აი თავად იურისტების მხრიდან იყო ესეთი შეფასებები, რომ რაღაცა კიდევ ერთხელ უნდა შეემოწმებინათ ევროდირექტივასთან შესაბამისობა ამ კანონის მუხლების და შესაძლოა ის უფრო ლიბერალური გამხდარიყო ქართული რეალობიდან გამომდინარე. აი მთელი ამ წლების განმავლობაში გამოაჩინა თუ არა პრაქტიკა, რომ საჭიროებს რეალურად თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით ლიბერალური იყოს ეს კანონმდებლობა, რომელსაც შეძლებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ქართული ბიზნესი. ნებისმიერი კანონი, როცა მიიღება, გადის ჩემი აზრით რამდენიმე ეტაპს. პირველი არის ცოტა შოკის მომგვრელი ეტაპი, იმიტომ რომ ადამიანებისთვის არის გაუგებარი, როგორ უნდა განიმარტოს, არა მარტო ადამიანებისთვის, კანონი პრაქტიკაში და რეალობაში მოქმედებს შემდეგნაირად, რომ ვინც ამ კანონს იყენებს, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ისე პირი, რაც უფრო ხშირად გამოიყენება, უფრო მეტად ზუსტება გარკვეული დებულებები. მაგალითად რომ მოიყვანო პირველადი შეხება ვისაც ჰქონდა ამ კანონთან იყო საჯარო რეესტრი, ორგანო, რომელიც არეგისტრირებს ამ ცვლილებებს, ხო? ისტორია აჩვენებს, რომ საჯარო რეესტრმაც კი გარკვეული მოთხოვნები შეამსუბუქა, ანუ გარკვეული ლიბერალური პრაქტიკაში გახადა, მაგალითად სადამოწმებო შეთანხმებებს ვინ მოაწერდა ხელს, როგორ ასე შემდეგ. ეს განაპირობა უშუალოდ პრაქტიკა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ასევე ინვესტორთა საბჭოსთან ეგიდით შექმნილია ჯგუფი, რომელიც მუშაობს გარკვეული ხარვეზების გამოსწორებაზე, იმიტომ რომ ბუნებრივია ნებისმიერი კანონი ვერ იქნება უნაკლო და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ გარკვეული საკითხები დაუსტება საჭიროებს. აი, პირველი საკითხი მაგალითად რაც დაისვა კანონის ამოქმედებიდან პრაქტიკულ წრეებში იყო შემდეგი, რომ განთავსებული კაპიტალი როცა მცირდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, რა უნდა განახორციელოს? იმიტომ კანონში არის ჩანაწერი, რომ ამ შესახებ წინასწარ უნდა იყოს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, ისე პორტალზე და განთავსებული კაპიტალი შეიძლება იყოს თუ არა რეგისტრირებული თუ არ იყოს, ანუ ეს იყო მთელი რიგი საკითხები, ძირითადად ეხება კაპიტალს, მის ფორმირებას და შემცირებას, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია ყველა კომპანიაში და იყო შეხვედრები როგორც შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესთან და გარკვეული საკითხები მეტნაკლებად დაზუსტებულია.
თუმცა რა თქმა უნდა არის თელი რიგი საკითხები, რაც დაუსტება საჭიროებს თვითონ პრაქტიკა მაჩვენა და ჩემს რამდენად ცნობილია ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. გიორგი, მოკლედ რომ მიპასუხოთ, შეიძლება აი სანქციები რა შეიძლება არის იყოს გამოყენებული, როგორია ეს კანონმდებლობით განსაზღვრული, თუ ეს ერთწლიანი პერიოდიც არ იქნება გამოყენებული ბიზნესების მხრიდან. იცით კანონი თვალისწინებს, რომ ამ 1 წლის გასვლის შემდეგ კიდევ არის რაღაც შეღავათო პერიოდი, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიებს გარკვეული საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული უფლებები უჩერდებათ. მაგალითად, ახალი ამონაწერი ვეღარ გაიცემა. შეიძლება თქვენი საქმიანობას ხელი შეეშალოთ და იმის შემდგომ უკვე საბოლოოდ კომპანიის რეგისტრაცია გაუქმდება. ამიტომ რეალურად თუ ამ ვადის გასვლის შემდგომ კომპანიები ამას არ განახორციელებენ, ესე იგი და არსებობს გარკვეული უფუნქციო კომპანიები, ის კომპანიების რეგისტრაცია გაუქმდება. ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება ახლა თავიდანვე აღარ დაიწყოს კომპანიებმა შესაძლებლობაში მოყვანა თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემების, მაგრამ რაღაც ბოლოსკენ, როგორც შევიათ ხოლმე, დაიწყება ამაზე ფიქრი. თუმცა ჩემი რეკომენდაცია, რომ დღეიდანვე დაიწყონ და აღარ დაიწყონ. თათარი კი დაიჭირონ ამისთვის. გიორგი, უღმესი მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ვფიქრობ, კერძო სექტორისთვის საჭირო ინფორმაცია გაუზიარეთ ჩვენს მაყურებელს. მადლობა გიორგი კეკენაძეს, ის იურიდიული კომპანია ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორების უფროსი იურისტია. საქმის კურსი კი ამით ასრულებს ეთერს. ჩვენ 17 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით ერთმანეთს დროებით.